სასახლე, რომლის მსგავსიც აქამდე არსად გინახავთ, პირდაპირ მთაწმინდის პლატოზე აშენებული. ივანიშვილის რეზიდენციაზე უფრო მაღლა და გასაოცარი ხედებით თბილისზე. ბეებერთელა ვილა ქართული კრამიტის სახასიათო შტრიხით, ხიდებით დაკავშირებული ფანჩატურებით, ბუნებრივი ქვით მოკირწყლული ბილიკებითა და კოშკით, სპორტული კორტებითა და აუზით. ფუნიკულიორის 8 ნომერში დგას. თქვენ სად შედიხართ, აქ ვისთან შედიხართ? აქ რა ხდება რა? მეგობართან ჩავ. მეგობარი ვინ არის თქვენი? რატომ მეკითხე? ანუ გეკითხებით ეს ქონება ვიკვლევთ ვისია და მაგიტომ. მოიკლეთ მე რა შუაში. და თქვენი მეგობარი ვინ არის? საიდუმლოა არა მე? უკაცრავად ვისთან მიდიხართ? რა ხდება ამ შავი ჭიშკრის მიღმა ისეთი, რაც გარესამყარომ არ უნდა იცოდეს. შაბათის ეთერმა ჟურნალისტური მოკვლევა სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. კონფიდენტის ცნობით, 7000-მდე კვადრატული მეტრი მიწა, 2000-ზე მეტი საცხოვრებელი და 1300 კვადრატული საზაფხულო ფართები კიდევ 4 ნაგებობასთან ერთად ქვეყნის მინი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის სარგებლობაშია. არადა მილიონებიანი ქონება მისი სულაც არ არის. გამარჯობათ, ბოდიშს გიხდით, ვანო ჩხარტიშვილთან ვარ და ეს აქ არის თუ იქეთ? თქვენ არ გიღებთ. ფაქტების გადამოწმება გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის სტანდარტის თანახმად იწყება, რა თქმა უნდა, დოკუმენტებით. ქონების რეესტრის რუკაზე ვხედავთ, რომ მდიდრული სასახლე ჩინური CFC-ის საკუთრებაა. ეს ის კომპანია, რომელსაც ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 150 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ხალხი დაესაქმებინა და ქვეყნისთვის სარგებელი მოეტანა. თუმცა დღეის მონაცემებით ევროაზიური ჯგუფი საქართველოდან წასულია. მათ სრულად დატოვეს ფოთის თიზიც. ისინი გაკოტრებულად გამოაცხადა თავად ჩინეთის რესპუბლიკამაც. CFC-ის მფლობელი კი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ერთადერთი რაც ჩინური კომპანიისგან საქართველოში დარჩა, ეს ბუნებრივ ქვაში ჩასმული კოშკებიანი სასახლეა, რომელსაც ვადგენთ, რომ რეალურად ივანიშვილის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ბიზნესმენი განკარგავს. ვანო ჩხარტიშვილს ვეძებ მე და კი, აი აქ დააზარინეთ და. აქ უნდა დავაზარო? ვიზია ვერ გეტყვით. მათ თქვენც ესე იცით, რომ აქ არის, ხო? სასახლის მისადგომები ისეა მოწყობილი, რომ ღობიდან არაფერი ჩანს. ჭიშკართან კი მხოლოდ შემავალი და გამომავალი ავტომობილების დანახვა შეიძლება. შაბათის ეთერის ადგილზე ყოფნისას ვანო ჩხარტიშვილის გამოსვლას არც ველოდით, რადგან კამერებით აღჭურვილი ეზოკარიდან ჩვენი შემჩნევა რთული არ არის. თუმცა ოქროყანაში რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ მტკიცებულებები მაინც მოვიპოვეთ. გამარჯობათ. თქვენ ბატონი ვანაშვილი ბრძანდებით, ხო? არა? ვინ ბრძანდებით, აქ რას აკეთებთ? 300,000 ლარიანი BMW iX M60-ის მძღოლიც ცდილობს არ გაამშღავნოს, რომ ამ გალავნის მიღმა ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ცხოვრობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც დოკუმენტებით დასტურდება, რომ ეს გერმანული ბრენდის ბოლო მოდელის ავტომობილი მინი ოლიგარქის ცოლის, ნანა გოთუას სახელზეა რეგისტრირებული. თუმცა არც ეს არის ყველაფერი. ფუნიკულიორის ქუჩაზე მცხოვრებლებიც ყოველდღე ხედავენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი დაცვის სამსახურის ესკორტით სწორედ ამ მისამართიდან გადაადგილდება. აქეთ სასასვლელი როა ჩხარტიშვილისა. არ წერია დოკუმენტებში და მაგიტომ. ჩხარტიშვილისა. ცხოვრობს თუ დადის უბრალოდ? ცხოვრობს, რავი, ანუ დადის ყოველდღე დადის. რა მანქანით შედის? აუ, არ იცით ხა? ძალიან მაგარი მანქანებით, რავი, Land Rover-ები, რავი. დაცვა ყავს 2 მანქანა ჯერ მოიგო. გზა ჩაგვიკეტა ხალხს. ჩადის ქვემოთ კიბეებზე, რავი, ბევრი რაღაც ჩაკეტა მაგას საქართველოს ზოგადად. გზის ნაწილი, რომელიც ჩინური კომპანიის კუთვნილ და ვანო ჩხარტიშვილის სარგებლობაში არსებულ ვილას უერთდება, ნამდვილად სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩნდება კითხვა, მისცემდნენ თუ არა სხვა ნებისმიერ მოქალაქეს აქაურობის შემოღობვის და ტერიტორიის უნებართვოდ გამოყენების უფლებას. ცხადია, რომ არა. შერჩევით მიდგომას განსაკუთრებით თვალსაჩინოთ აქვე, მინი ოლიგარქის საცხოვრებლიდან რამდენიმე მეტრში ვაწყდებით. ეს მაგ რა ვიცი 1980 წელს შემოღობებია ჩემი და კიდე არ მიფორმება. არ გიფორმებე? ესეთი პრობლემა აქვს და მთებია გაყიდული მთლიანად გარეთ. წარმოუდგენელია რა. არა, მაგრამ ვიბძი ყოველ სასამართლოს გზით ყველანაირ. ეხაც ვერ ვაქცევ ყურადღებას ჯერ, იმიტომ რომ იმედი არ მაქვს შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდნენ წამართვა. აქ გაჭიმეს ის იყიდებაო. მიყიდი და თვითონ მთავრობა წარმოიდგინე. ამოდი ცოტა რაღაც გავაკეთე და ეხა აქ ვარ სპეციალურად რომ არ წამართვა. ახლა ჩვენი მიზანია დავადგინოთ, რის საფუძველზე მიიღო ვანო ჩხარტიშვილმა უცხოელი ინვესტორების კუთვნილი უძრავი ქონება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავად ბიზნესმენთან დაკავშირებას ვცდილობთ.
ადრინდელისგან განსხვავებით ჭხარტიშვილი ჩვენ სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აღარ პასუხობს. მინი ოლიგარქთან შესახვედრად მივდივართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 8 ივლის 15 საათსა და 50 წუთზე მოსკოვიდან ჩამოფრენილ ბოინგში სწორედ ვანო ჭხარტიშვილი იჯდა. ველოდებით ეგრეთ წოდებულ VIP გამოსასვლელთან, სადაც ჩვენი ინფორმაციით ეს მაიბახიც მიზნით დააბეს. ეს დატოვეს. მალევე გასაგები ხდება, რომ ჩვენთვის თავის ასარიდებლად ვანო ჭხარტიშვილი აეროპორტს სრულიად სხვა გასასვლელიდან ტოვებს. ბიზნესმენს კიდევ ერთხელ წერთ და ვთხოვთ გვიპასუხოს, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ოქროყანის სასახლე. ჭხარტიშვილი კითხულობს, მაგრამ არ გვპასუხობს. ან საპასუხო არაფერი აქვს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ოლიგარქი საქართველოში რუსული ბანკის გახსნისთვის ემზადება და მოსკოვში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა. თუმცა ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჭხარტიშვილთან ვერ ვახერხებთ. ის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გაგზავნილ კითხვასაც უპასუხოდ ტოვებს. კიდევ ერთხელ ვცდილობ ვანო ჭხარტიშვილთან დაკავშირებას, ამჯერად უნდა გავარკვიოთ, აპირებს თუ არა ის ნამდვილად რუსული ბანკის გახსნას საქართველოში, ან უნდა დაგვიდასტუროს, ან უნდა უარყოს ეს ინფორმაცია. თუმცა ეს დღევანდელი რეპორტაჟის თემა არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევა ძიებას სად არიან სასახლის მფლობელები და როგორ ჩაუვარდა ის ხელში ვანო ჭხარტიშვილს. ეს არის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა და რომელიც 2020 წლის 18 სექტემბერს არის გაფორმებული. მეიჯარე ჩინური კომპანიის იმჟამინდელი დირექტორი რატი ღვამბერიაა. მოიჯარე კი Real Estate Development Group-ი. 20 წლიანი იჯარის განმავლობაში ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის მიზერული ოდენობაც გვაფიქრებინებს, რომ ეს სტანდარტული კონტრაქტი არ არის. თუმცა აქ მთავარი მაინც სხვა რამეა. ჩინური კომპანიის დირექტორი, რომელიც უძრავ ქონებას იჯარით გასცემს, ვანო ჭხარტიშვილის მარჯვენა ხელია და მოიჯარე კომპანიაც ჭხარტიშვილის სანდო კაცზეა გაფორმებული. ანუ გამოდის, რომ იურიდიული დოკუმენტის შედგენისას გამქირავებელიც და დამქირავებელიც ივანე ჭხარტიშვილი იყო. და ეს კომპანია გაკოტრდა და შემდეგ ამ კომპანიის მეპატრონე საერთოდ ჩინეთშიც კი ქრება და მის ყვას ვეღარავინ ვეღარ მიაკვლია. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან შაუბნელ ისტორიასთან, სადაც საეჭვო რეპუტაციის ჩინელებთან არსებული რაღაც კრიზისი გამოიყენა ამ კომპანიამ და ჭხარტიშვილმა იმისთვის, რომ მის აქ არსებულ აქტივებს დაპატრონებოდა, რა საკვირველია ხელისუფლების ინტერესით მოხდა ეს ყველაფერი და ხელისუფლების ინტერესით და ხელშეწყობით იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელმაც ძალიან ძვირადღირებული ქონების მართვა და განკარგვა და გადასცა ვანო ჭხარტიშვილს და მის საკუთრებაში და მასთან დაკავშირებულ კომპანიას. ჩინელ პარტნიორებს, რომლებსაც ფოთის ინდუსტრიული ზონის შესაძენად მილიონები ჰქონდათ გადახდილი, ჭხარტიშვილმა ბიზნესი ქართული სასამართლოს დახმარებით 6 წლის წინ წაართვა. ასე შეაფასეს კორუფციის მკვლევარებმა გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 7 სექტემბერს ვანო ჭხარტიშვილის შეტანილ საჩივარზე გამოცხადდა. ჭხარტიშვილი მაშინ ჩიოდა, რომ მისი კომპანიის ჩინელი თანადირექტორი ჟინა ვეიფანი კომპანიის მართვას თავს არიდებდა და დოკუმენტებს ხელს არ აწერდა. მიანიჭეთ ერთპიროვნული მმართველობის უფლება ვანო ჭხარტიშვილის კომპანიას. რის საფუძველზე კითხვა მაქვს ბატონო ზალ? ჭხარტიშვილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოსამართლეს 1 დღე დასჭერდა. მეორე დღესვე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით ჩინელი დირექტორი კომპანიის მართვას ჩამოაცილეს. ფოთის ინდუსტრიული ზონის ერთპიროვნულ მმართველად კი ჭხარტიშვილის მარჯვენა ხელი რატი ღვამბერია დანიშნეს. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან 10 დღეშია გაფორმებული ოქროყანის სასახლის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაც. ანუ ჭხარტიშვილს ქონება იჯარით არა ქონების მფლობელმა ჩინელებმა, არამედ მისივე მარჯვენა ხელმა მისცა. ჩინეთი არის წარმატებაზე ჩაკეტილი და პანდემიის გამო ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას. ვანო ჭხარტიშვილის ბიზნესების მმართველი მაშინ ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ჩინელი პარტნიორები საქართველოში პანდემიის გამო ვერ ჩამოდიოდნენ და შესაბამისად ვერც ფოთის თიზის მართვას ახერხებდნენ. თუმცა თუ ეს რეალური მიზეზი იყო, გაუგებარი არ ასაჭირო იყო სასამართლო შერჩევილი, რადგან პრობლემა დისტანციურად მიღებული ნოტარიული მიმდობილობითაც მარტივად მოგვარდებოდა. ფოთში არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა და აი ამ გამქრალი და 1000 განსაცდელ გამოვლილი კომპანიის და მისი მესაკუთრეების საკუთრებაში არსებული რაღაც უძრავი ქონება ოქროყანაში აღმოჩნდა ვანო ჭხარტიშვილის პირად სარგებლობაში, რაც ძალიან კარგი მაგალითი არის იმის, რომ აქ არანაირ ინვესტიციაზე და საქართველოს მიერ არანაირი სარგებლის მიღებაზე საუბარი არ ყოფილა.
ქართული ოცნების პირობებში შემთხვევითი არაფერი არ არის, მით უფრო აი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება კონკრეტული ბიზნესმენების მიმართ და ეს ბიზნესმენები საბოლოო ჯამში ქმნიან აი იმ ერთიან სივრცეს და ეკოსისტემას, რომელიც იწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას, მისი პარტიული სალაროს შევსებას და ყველა იმ საჭიროების დაკმაყოფილებას, რომელიც ქართულ ოცნებას შეიძლება ბიზნეს სექტორში გააჩნდეს. კორუფციის მკვლევარების მოსაზრებას ერთმანეთის მიყოლებით და ჩხარტიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილი სასამართლო დაავების სერიაც ადასტურებს. პირველი გადაწყვეტილების განახდებიდან ზუსტად ერთ კვირაში 2020 წლის 15 სექტემბერს ჩხარტიშვილი ისევ ჩივის. ამჯერად ირწმუნება, რომ ჩინელ პარტნიორებს მისი ვალი აქვთ. ამიტომ ითხოვს კომპანიის ანგარიშების სრული მართვის უფლებაც მას გადაეცეს. მოსამართლე თამარ ბურჯანაძეც ოლიგარქის მოთხოვნას იმავე დღეს აკმაყოფილებს. ქალბატონ ნინოსთან ვარ უკაცრავად. გიცავთ სასაცილებლად. დიახ, თუ შეიძლება დამეხმარეთ რა, რომ რაღაც არასწორად არ გავავრცელო და ქალბატონ ნინო არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია მიპასუხოს, იმიტომ რომ ეს ჩინელები აღარ არიან საქართველოში. არ აქვს სურვილი მაგასთან დაკავშირებით მისცეს ინტერვიუ. სახლი არსებობს უძრავი ქონება მათ სახელზე, ფუნიკული 2-ის ქუჩაზე, მთაწმინდაზე და აი იმ სახლს რა ბედი ეწია, ეგ ხო არ შეგიძლიათ დამიზუსტოთ დისტანციურად, რახან თვითონ არ მესაუბრება. ვერ გეტყვით სრული ოქროდას თვითონ გეტყოდა. ნინო დოლიძე ჩინური კომპანიის იურისტი იყო და ის ერთადერთია, ვინც საკონტაქტო პირებს შორის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მას რეგისტრაციის მისამართზე მივაკითხეთ. ქალბატონი ნინო ზუსტად იმას გვეუბნება, რაზეც გონივრული ვარაუდი ჩვენც გამოვთქვით. ქალბატონი ნინო, ეს კომპანია არსებობს ახლა? ამ მომენტში აღარ ფუნქციონირებს კომპანია. დიდი ხანია? საკმაოდ დიდი ხანია, დიახ. საკმაოდ და თავად ეს ადამიანები, ვინც ამ კომპანიას ხელმძღვანელობდნენ, არსებობენ სადმე საქართველოში, ან არ ვიცი. გაკოტრებულად გამოცხადდნენ, როგორც ვიცი. დიახ, აქ აღარავინ აღარ არის. ნახეთ, მაგიტომ აქვს ეს კითხვა. 20 წლიანი კონტრაქტია გაფორმებული ამ Real Estate Development Group-თან და თუ არ არსებობენ, თუ გაკოტრებულია, ანუ ვის უხდიან ამ იჯარას, თუ უხდიან საერთოდ არ ვიცი ამ საკერძო საკუთრებაში. მაგაზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, არ ვიცი. ანუ თუ კომპანია გაკოტრებულია, იურისტი ხართ და გეცოდინებათ, რომ ანუ აღარ არსებობს არც მისი ანგარიშები, ხო? დიახ. ხო, ბატონო. ხო, შესაძლოა არ აქვს ანგარიში, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ანგარიში აღარ აქვს. ამ სახლს რა ბედი ეწევა? დარჩა ჩხარტიშვილს თუ კომპანიას აქვს ისე? აი, მაგას ამბობ, რომ ნახეთ, მე არ ვიცი. იმიტომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დოკუმენტების თანახმად, ოქროყანის სასახლე იჯარით კომპანია Real Estate Development Group-ს აქვს აღებული. ამ შეპესეს მფლობელი ლევან სკამკოჩაიშვილია. თუმცა სკამკოჩაიშვილი, რომ რეალურად ვანო ჩხარტიშვილს წარმოადგენს, ამის რამდენიმე მტკიცებულება არსებობს. ის არის დირექტორი ჩხარტიშვილის კომპანიებში, მათ შორის თამბაქოს ბიზნესშიც. ბატონ ლევანთან ვარ თუ შეგიძლიათ გადასცეთ, ლევან სკამკოჩაიშვილთან. არ არის აქ? აღარ მუშაობს ეს ოქროზე. მართლა? უი, რას ამბობთ? ისევ რომ რჩება დირექტორად ოფიციალურად? არიცით? თბილისის თამბაქოს ოფისში მიღებული პასუხებით კიდევ უფრო მყარდება ეჭვმის შესახებ, რომ პროფესიით ექიმი სკამკოჩაიშვილი მხოლოდ ფიქტიური პირია და ვანო ჩხარტიშვილს მასთან მხოლოდ გურია და ნდობის ფაქტორი აკავშირებს. ბატონ ლევანს მოვაკითხე სკამკოჩაიშვილს. ლევან სკამკოჩაიშვილი არ არის აქ. ხო და რა გაფორმებულია ისევ და? არ არის აქ. ამ კომპანიის დირექტორად და ფიქტიურად არის გაფორმებული? არ არის ფიქტიურად, არაფერი. აქ არ არის. გაძე, ერთი წამი, რატო ხართ ასე აგრესიული? გაძე კამერა და ეს ნუ იმას მიშებ მე. არადა ფურცელზე ლევან სკამკოჩაიშვილია იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც სასახლე მთაწმინდის ფერდზე იჯარით აიღო. ის ან მისი კომპანია უნდა იყოს ახლა ამ მისამართზე და არა ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა დიდი ალბათობით სკამკოჩაიშვილი აქაც თამბაქოს ქარხნის მსგავსად არის წარმოდგენილი და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ არ პასუხობს არც ერთ ჩვენს ზარსა და შეტყობინებას. გამარჯობათ. ბატონ ლევანთან ვარ სკამკოჩაიშვილთან. არ არის? ანუ თვითონ კომპანიაც აღარ არის აქ? Real Estate Development Group. არ ყოფილა? და ეს კომპანია აქ აღარ არის თვითონ? ხო, რიცით სად არის? ან ნამდვილად იცით, რომ Real Estate Development Group-ი აქ აღარ არის? კი ბატონო. აი დაახლოებით რამდენი ხანია რაც აღარ ყოფილა ბატონ ლევან? ალბათ 3 თვეზე მეტია.
საჯარო რეესტრში კი უპოულობთ ჩანაწერს, რომ აღმაშენებლის 138-თან დაკავშირებით იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესების სათავო ოფისია განთავსებული, ლევანს გამკუჩაიშვილს განაცხადის სულ რაღაც ერთი თვის წინ აქვს შეტანილი. ანუ დოკუმენტების მომზადების და ფორმალურ ნაწილში. ის კვლავაც ჩხარტიშვილის გარემოცვაში რჩება. თელს ამ ისტორიას ჩხარტიშვილის სირული ემატება სულ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ, სადაც მათ გაუძვირეს თამბაქოზე დაწესებული აქციზი ყველა საერთაშორისო ბრენდის კომპანიას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიას არათუ იგივე დაუტოვეს ეს აქციზი, არამედ შეუმცირეს და ამით ბიუჯეტიც აზარალეს და ჩხარტიშვილს მიაღებინეს დამატებით მილიონობით ლარის დამატებითი შემოსავალი და როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ერთი კორუფციული და საეჭვო ფაქტი დამისახელეთ ჩემი პრემიერობისო სადარისო კორუფციაო, სწორედ ეს არის ლეგალიზებული კორუფცია, რომ თამბაქოს აქციზი გაიზარდა ყველასთვის, მაშინ როდესაც ჩხარტიშვილისთვის არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა და ამ შემცირებამ გამოიწვია ბიუჯეტის დაზარალება და ჩხარტიშვილის პირდაპირ გამდიდრება. ვანო ჩხარტიშვილს ლობისტები ხელისუფლებაში ყველა დროს შეყავდა. ეს შეფასება ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკურ პენსიაზე გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი ჩხარტიშვილმა ჩინურ კორპორაციაში შეიფარა და საქართველოს მთავრობაში მეორედ, სწორედ ევროაზიური მენეჯმენტ ჯგუფიდან დაბრუნდა. მმართველობა ხელში როგორ ჩაიგდეთ? ირაკლი ღარიბაშვილი დაგეხმარა თამაში? კომენტარს არ ვაკეთებ. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული სასამართლო განჩინებით დგინდება, რომ ფოთის ინდუსტრიული ზონიდან გაძევების, მართვასა და ფინანსებზე წვდომის მოპოვებისა და საკუთარ თავთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შემდეგ 2021 წლის 28 ივნისს გამოიცა კიდევ ერთი სასამართლო განჩინება, რომლის მიხედვითაც ჩხარტიშვილსა და ჩინურ კომპანიას შორის დავა მორიგებით დასრულდა. თუმცა ამჯერადაც სასამართლოს წყალობით მოგებული ისევ ქართველი ოლიგარქი დარჩა. ჩინურ კორპორაციას ქართულ ანგარიშებზე დარჩენილ მილიონებზე წვდომაც კი შეუზღუდეს.